დაუბრუნდებით ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების საქმეს რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ Silk Road ჯგუფის ფლობელის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. გიორგი რამიშვილი იგივე ზარალა სამართალდამცველებმა აეროპორტში აიყვანეს. ლიკა ალელიშვილი მუშაობს დიღმის იზოლატორთან, მას ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. ლიკა, რა დამატებითი დეტალები გაასაჯაროა შინაგან საქმეთა სამინისტრომ? შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამართალდამცველებმა ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი იგივე ზარალა დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას შემდეგ, რაც სკანერით შემოწმების შედეგად მის ხელბარგში აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები. ჩვენ კურიერი პიესი დავუკავშირდით გიორგი რამიშვილის ოჯახის წევრს, რეჟისორ დავით საყვარელიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ ბიზნესმენის დაკავება ნამდვილად მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თუმცა მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამას არ უნდა მიენიჭოს პოლიტიკური ელფერი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო უბრალოდ დაუდევრობა და ხელბარგში ჩარჩა უბრალოდ გიორგი რამიშვილს ცეცხლსასროლი იარაღი და შემდეგ მოხდა მისი დაკავება. ასევე ოჯახის წევრები გვეუბნებიან, რომ ამ დროისთვის ისინი ეძებენ ადვოკატს და უფლებადამცველს სულ მალე აუყვანენ. რაც შეეხება დაკავებულს, ჩვენ დიახ ვიმყოფებით დიღმის მთავარ სამმართველოსთან, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს, რომ დაკავებული ბიზნესმენი ნამდვილად დიღმის იზოლატორში არის გადმოყვანილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით ადვოკატიც არ ჰყავს დაკავებულს. რაც შეეხება ბრალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად ითვალისწინებს 8 წლიან პატიმრობას. ბრალს კი კურიერი პიესის ინფორმაციით დაკავებულ ბიზნესმენს ოფიციალურად ხვალ დღის განმავლობაში წარუდგენენ. მადლობა, ეს იყო ლიკა ალელიშვილი, დაკავებულ ბიზნესმენს ბრალს, როგორც მოისმინეთ, სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ ოფიციალურად, ამის შემდეგ გაირკვევა უფრო მეტი დეტალი, რომელსაც პირველები კურიერისგან შეიტყავთ.